მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, როგორც ხედავთ, მე გამოვიარე ახალი წლები გილოცავთ. ახალ წელს შოუბას მრავალზაესწარით, ბედნიერად ყოფილიყავით, ჯანმრთელად ყოფილიყავით. მე ახლა მოვედი ბატუტის ხტომაზე. ანუ უნდა ვისწავლო ბატუტზე ახტომა. ეს საინტერესოა რა. შეხედეთ. ესე გავაკეთებ მე? არ ვიცი, შეიძლება გავაკეთო, შეიძლება ვერ გავაკეთო. ეხლა მე მინდა გაგაცნოთ საქართველოს ბატუტზე ხტომის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბატონი ზაური, ბატონო ზაური. სად შეიძლება ბავშვი რომ მოვიდეს, რომ დაეუფლოს აი ამ სპორტის სახეობას? ჩვენ ახლა ვიმყოფებით სანაპიროს რვაში, გიორგი ეგნატაშვილის სახელობის ოლიმპიური მზადების ცენტრში, ტანვარჯიშვილის სახეების და ვესწრებით ვარჯის ბატუტზე ხტომებში. სხვა სპორტის სახეები, რაც შეიძლება ითქვას, კალათბურთი იქნება, ძიუდო, ფიგურული სრიალი, აბსოლუტურად ყველა დადის ჩვენ დარბაზში, რათა კოორდინაციის მხრივ, მოქნილობის მხრივ გაიარონ ვარჯიშები, რაც მათ ძალიან წარადგებათ მომავალში თავიანთ სპორტის სახეებში. ძირითადი მიღება ჩვენ გვაქვს 5-6 წლიდან 7-8 წლის ბავშვებს ვიღებთ. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ეხლა ჩვენ ვცადოთ, გავხურდები მე ამ ადამიანებთან ერთად და არ ვიცი, უნდა ვიხტუნაო, თუ რამე მომივიდა, აბა თქვენ იცით. ვარჯიში სირბილით დავიწყეთ. შემდეგ იყო ეგრეთ წოდებული კოტრიალი, რომელიც ნაზად და ზედმეტი ძალისხმების გარეშე უნდა გააკეთო. აი ამ ვარჯიშს კი ალღო ვერაფრით ვერ ავუღებ. სხვების დახმარებით რაღაც გამომივიდა, თუმცა არა ის, რაც საჭირო იყო. ტრიალი ხელების დაუხმარებაა. ამ დროს ფეხები რაც შეიძლება უკან უნდა მოიქნიო, რათა სწრაფად დატრიალდნენ. ბატუტზეც ავედი. სიმართლე გითხრათ, იქ ყოფნისას მეგონა მაღლა ხდებოდა, თუმცა ეს ასე ჰაერში ყოფნისას მეგონა. ახტომისას ფეხები გამართული უნდა კონდეს, რათა რაც შეიძლება მაღლა ახდე. მანევრის გაკეთების უნარი ჯერ არ ჩამოვყალიბებია, თუმცა ვარჯიშით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი. მინდა გითხრათ, რომ ერთგვარი ფაბრიკა არის ეს ჩვენი ქართული სკოლა, ანუ ბატუტს და ხტომის სკოლა, სადაც არის ძალიან ბევრი მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი. მე მინდა ახლა გაგაცნოთ 13 წლის, ხო? ანა ოდიშვილი, რომელიც არის მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი პატარებში, ახალგაზრდებში, იუნიორებში, როგორც იტყვია. როდის მოიპოვე ეს აღიარება შენ და პირველი იყო თუ არა შენთვის ეს ტიტული? 2010 წელი იყო საფრანგეთში, ქალაქ მეცში, დავიკავე პირველი ადგილი მსოფლიოზე. პირველია ეს საფრანგეთში, რომ პირველი ავიღე, წინაზე მქონდა აღებული 2009-ში მსოფლიოზე მესამე ადგილი და ვცდილობ, რომ უფრო უკეთესი შედეგები ვაჩვენო ყოველთვის. ძალიან კარგი, დიდი მადლობა, კარგი გოგიხა. ძალიან რთულია, მაგრამ ძალიან კარგი არის, ძალიან სახალისოა. ბავშვები მოიყვანეთ ამ სპორტის სახეობაზე, იმიტომ რომ არის ძალიან კარგი ჯანმრთელობისთვის, რასაკვირველია, ბავშვები იქნებიან დაკავებულები აი ამ ლამაზი და ამ საოცარი სპორტით. მაშასე, გელოდებით ბატუტთან. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.